მოგესალმებით ყველას. დღეს კარგი შეხვედრა მქონდა ქალაქ რუსთავში, შევხვდით ქვემო ქართლის პარტიის აქტივს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროებო საკითხებზე, მდინარე მოვლენებზე, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, თავარი განსახილველი თემა იყო არჩევნები, მოახლოებული არჩევნები, ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს ძალიან ძლიერად, რომ ძლიერ შედეგი დავუდგათ ამ არჩევნებზე, ეს იყო მთავარი თემები. ასევე რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და ჩემი ინფორმაცია გაუზიარეთ, ჩემი ასე ვთქვათ ანალიზი წარუდგინე ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს პარტიას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი ძალიან სწორად აფასებს მოვლენებს. გუშინდელმა დღემ მინდა მადლიერება გამოხოთ პირველ რიგში ჩვენი პატრიარქისადმი, რომელმაც ეს ინიციატივა დაამკვიდრა, ოჯახსიწმინდის დღე შემოიტანა და დაამკვიდრა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით გამოჩნდა თუ სად დგას ჩვენი ხალხი. თუ სად დგას ქართული საზოგადოება, როგორ ღირებულებზე, როგორ ფესვებზე არის დამოკიდებული ჩვენი ხალხის მდგრადობა, სიძლიერე, ზოგადად ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, ჩვენი მდგრადობა. შემთხვევითი არ იყო ის, რომ ამ იდეამ, ოჯახის სიწმინდის იდეამ გააერთიანა მთელი საზოგადოება. და ამიტომ მე მივესალმები კიდევ ერთხელ ამ გუშინდელ დღეს და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინიციატივისთვის. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე მინდა გკითხოთ, ისინი ამბობენ, რომ თუ მათ შეიტანეს ცვლილებები, მათ შორის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ მესამე მოსმენაზე შეიტანეს და რომ იცით, ესაც არის პრობლემა იმისა, რომ ესე იგი ერთი მხრივ ხო არის აბსურდული. ოპოზიცია პარლამენტში არის წარმოდგენილი, საკმაოდ მრავალფეროვნად, არაერთი პარტია არის წარმოდგენილი და ამ დროს პოსტფაქტუმ თურმე როგორც თქვენ მეუბნებით და ჩვენ მოვისმენთ განცხადებები, გებულობენ რომ რაღაც დამატება იქნება შეტანილი. მაგრამ სად არიან ეს ადამიანები, სად იყვნენ? თუ ეს დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება და ეს კიდევ ერთხელ მეუთითებს იმაზე, რომ ისინი არ არიან ჩართულნი რეალურად საპარლამენტო საქმიანობაში. მათი მთავარი თემა არის დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვს. ესა უბრალოდ არგუმენტებით, მაშინ ეს თუ ეს დამატებები გაკეთდა, მე არ ვარ საქმის გულში დეტალებში არ ვარ გარკვეული, არ ვიცი ახლა ხდება. თუმცა რაც მოვისმინეთ, გასაგებია რაღაცებზე პრეტენზიებს გამოთქვამენ, ადგილზე უნდა მომხდარიყო. ეს არის პრობლემა, რომ არ მოხდა მსჯელობა და სამწუხაროდ უკვე მიღებულ კანონზე ახლა გვიწევს, ასე ვთქვათ, საუბარი. პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ გამოხდეს სივრცე დისკუსიისთვის ახალგაზრდების ჯგუფისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა, ის ენერგია, რომელიც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარებას და პროგრესული იდეების, ქვეყნისთვის სასარგებლო იდეების გახორციელება, მაგრამ აუცილებელია დიალოგი. მე ეს არაერთხელ მე ყოველთვის მაგას ამბობ, რომ აუცილებელი არის დიალოგი, აუცილებელია დამშვიდება სიტუაციის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო. ახალგაზრდებმა სამწუხაროა, უნდა ასე ვთქვათ, ვესაუბროთ ახალგაზრდებს, ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდა შეძლო იყოს ამ აქციებში და ჩვენ ხედავთ ნაცმოძრაობის ახალგაზრდა ფრას და გირჩის და ასე შემდეგ, მაგრამ იქ არიან ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, არა აპოლიტიკური ახალგაზრდები არიან ძალიან ბევრი, გულანთებული ჩვენი ახალგაზრდა თაობა, მათთან საუბარი აუცილებელია და დიალოგი აუცილებელი, მათ უფრო მეტი ამ კანონით ქართულოს ნება აცხადებს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. ამ ჩანაწერით კი იუსტიციის სამინისტროს ეძლევა შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი მოქალაქისგან მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის ამ მოქალაქის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის სქესობრივი ცხოვრების დეტალებზეც კი. აი მაყურებელს რო ასე არის ეს. დიახ, ეს ასეა. და აი მაყურებელს რომ ავუხსნათ, ეს როგორ ეხმარება? მე ამას ვერ ავუხსნი. თქვენ უნდა გითხოთ, არ ვიცი. როგორ შეიძლება დაიხმაროს გამჭვირვალობის მიზანს? მე არ ვიცი. ამიტომ ვამბობ, რომ მთელი ეს კითხვები უნდა დაისვას პარლამენტში. თუ პარლამენტში ეს კითხვები არ დასმულა და ახლა გარეთ გამოიტანეს, კი ბატონო, მე ვფიქრობ, უნდა გკითხოთ კანონმდებლებს, ისინი განმარტავენ, რადგან ამ ინიციატივების რომ დამატებების. მე არ ვიცი, მე არ ვარ ამ ინიციატივების. არ მაქვს ინფორმაცია არ მაქვს უბრალოდ. მე ერთ რამეს გეტყვი, კანონთან დაკავშირებით ეხლა ამ დამატებებზე. კი ბატონო, დარწმუნებული ვარო, ჩვენი კანონმდებლები ამას განმარტავენ. მე გირჩევით, რომ დაუსვათ ეს კითხვები ჩვენს იგივე
დეპუტატებს და ისინი განმარტებენ ამ. როდესაც უკვე კანონი მიღებულია, სტუდენტები როდესაც დისკუსიაზე მიიღო ბატონმა ირაკლი კობახიძე, რაღა აზრია თქვენ როგორ ფიქრობთ? აზრი ყოველთვის აქვს, თუ ეს აზრი არის გამიზნული იმისკენ, რომ მოხდეს ასე ვთქვათ შეთანხმება თუ გამოსავალი უნდა იქნას გამოძიებული. აზრი რატომ არ აქვს? რატომ არ აქვს აზრი? თუ მანამდე პრობლემა იცით რა არის? მე ადრეს ვთქვი და გავიმეორებ. პრობლემა ის არის, რომ არ იყო მანამდე კონკრეტული ასე ვთქვათ თანმხვიდრი idеები, წინადადებები. ვენეციის კომისია მუშაობს ახლა ვიცი და დაველოდოთ ახლა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. არ ვიცი, უნდა დაველოდოთ ვენეციის კომისიას. ვფიქრობ, ორივე მხარისგან გაკეთდა უკვე საკმარისი მეტი განმარტებები. იგივე პრემიერმარს თქვა არაერთხელ, რომ ჩვენი გუნდი არის მზად დისკუსიისთვის. მათ შორის პარტნიორებთან უნდა გავიგოთ რა არის მიუღებელი, რა არის მიუღებელი და მე ვფიქრობ რაღაც გამოსავალს გამონახავთ. ძალიან მე ვფიქრობ პრეზიდენტი თუ რეალურად არის დაინტერესებული ამ დავარქვათ საკითხის მოგვარებაში, ის ასეთ არაკონსტრუქციულ ნაბიჯს არ გადადგამდა. პირიქით, თუ ადამიანს აქვს საკუთარი იცი მე მოვისმინე მაგალითად პრეზიდენტის ასე ვთქვათ განცხადება და ერთ-ერთ უცხოურ არხს მან უთხრა რომ მან უნდა ჩაუდგეს თურმე სათავეში ამ ევროპულ პლატფორმაზე. თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, თუ გახდი ლიდერმა უნდა თქვას აზრი. მაშინ რას თავაზობს საზოგადოებას? თუ არ იზახი და გინდა უბრალოდ გაბუტული ბავშვი თქვა რომ მე ამას არ მოვაწერ, უბრალოდ არ დავწერ დასკვნებს თუ იმას ვეტოზე დასაბუთებს არ გავაკეთებ, ეს არასწორი არაკონსტრუქციული, არაჯანსაღი დამოკიდებულება. პრეზიდენტის პროდასავლურ ფრონტს, როგორც თავად ამას უწოდებს, აი ამას რა პერსპექტივა აქვს? როგორ ფიქრობთ, სხვათა შორის კონსტიტუციის დარღვევის მცდელობაში კი დაადანაშაულეს სალომე ზურაბაშვილი? პრეზიდენტად წოდებულს ხალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არ ჩვენი კონსტიტუცია, არ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს ხაზზე ცხადია. ეს ქალბატონი გაიზარდა საფრანგეთში, თავს არ თვლის იგი ქართველად და მე რაც ვიცი, იგი აპირებს რომ წავიდეს საფრანგეთში. ან არ შეიძლება დარჩენა უნდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა რომ მოსინჯოს ალბათ ძალები, მაგრამ მე შევახსენ საზოგადოებას და მას შევახსენებ პირადად. მანამ სანამ ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და მოიყვანდა დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო 1%. მისი შედეგი, მისი პარტიის შედეგი ნახეთ, ამოიღეთ არჩევნებში. 1% მიიღო ხალხმა. რა პრეტენზია აქვს საერთოდ? ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის? კითხვა დაუსვათ ამ ადამიანს. რა გაუკეთებია სალომე ზურაბაშვილი? გნებავთ იგივე ევროინტეგრაციის გზაზე. რა გაუკეთებია? თუ რამე მოხდა, თუ რაიმე მოხდა, თუ რაიმე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურე მეგობრებო. ასოცირებში დახმება იქნება, უვიზო რეჟიმი, თავისუფლება, კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ეხა ეს პოლიტიკური თამაშები და ეს გაბუტული ეხლა არ არის მე მგონი კონსტრუქციული ეს დამოკიდებულება. მე მინდა რომ გითხო თქვენი ერთი კვირის წინანდელი განცხადების შესახებ, თქვენ თქვით რომ საჭიროა მოიზრდოს გამოსავალი და ამისთვის აუცილებელია პარტნიორებთან დიალოგი. თუმცა ასეთი შინაარსის განცხადებებს ჩვენ ოცნების სხვა ლიდერებისგან ვერ ისმენთ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აი შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა გადის სწორედ პრეზიდენტის ვეტოზე, რომელშიც პარტნიორებმა თუ მათ აქვს შენიშვნები უნდა წარმოადგინონ. თქვენ რა სხვა ტიპის დიალოგის აუცილებლობას ხედავთ და აი შეიძლება იმ ფონზე როცა თქვენი სხვა კოლეგებისგან ვერ ვისმენთ ასეთი შინაარსის მოწოდებებს, ხედავთ რომ კაცრდება საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები, აი მაგალითად ჯეიმს ობრაიანმა უკვე სანქციების ალბათობაზეც ისაუბრა და თქვა რომ თუ ამ შინაარსით ამოქმედება კანონი, ჩვენ ახალ სანქციებს პასუხისმგებელი პირების და მათი ოჯახების მიმართ. კითხვაც არის ორი შინაარსის. ელოდებით თუ არა სანქციებს საერთაშორისო პარტნიორებისგან, ხართ თუ არა ამისთვის მზად და მეორე, როგორ ფიქრობთ, კიდევ რა ტიპის დიალოგია საჭირო და რატომ ამ რიტორიკაში არ გითანხმებიან თქვენი კოლეგები? მე ვერ დაგითანხმებით. არა მხოლოდ მე, არამედ იგივე პრემიერს არაერთხელ აქვს ნათქვამი. ჩემს ამ ნათქვამამდე, სანამ მე ვიტყოდი ამას, წინადღეს თქვა მე მგონი თუ არ ვცდები, როცა თქონდა შეხვედრა. როცა მე რა ეს პროცედურები განმარტა მან, ხო? და ჩვენმა კოლეგებმა, იგივე პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტმა, ყველამ გვეს რომ მზად არის გუნდი დისკუსიისთვის. თუ პროცედურულად სხვა გამოსავალი ამ სიტუაციაში არ არსებობს, ალბათ ამას გულისხმობდნენ ჩვენი კოლეგები. თუ ვეტო არის გამოსავალი და ვეტოს პარაგლებში შესაძლებელია რომ მოიძებნოთ ესეთი ტერმინოლოგია თუ არ ვიცი ხა გამოსავალი რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს თუ ყველა ჩართულ მხარეს დაამშვიდოს და დააწნარებს და მიაღებინებს იმას რაც მისაღებია, მე მგონი ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა.
რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს, რა თქმა უნდა, მე კიდევ გავიმეორებ. აუცილებელია დისკუსია, დიალოგის ყოველთვის ეს უნდა გაგრძელდეს. სხვა აქვე მინდა შევეხო შემდეგ აი ამ სანქციებთან დაკავშირებით კი ბატონო რაზე უნდა სანქციები არის ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეძახიან სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას თუ არ ვიცი ხალხს ეს ამაზე მინდა გავაკეთო აქცენტი საერთოდ ეს მიდგომა უკვე არის არასწორი ჩვენ ერთის მხრივ ვადასტურებთ და ვამბობთ რომ გვინდა დისკუსია, განხილვა და მეორეს მხრივ ასეთი მუქარა თუ შანტაჟი თუ თქვათ ასეთი განცხადებები არ არის პროდუქტიული და არ არის ასე თქვათ შედეგის მომტანი, მე ამას ვიტყოდი. მეორე მინდა თქვა. არ ვიცი ხა მე რატომ მეკითხეთ მაგას. კითხეთ იმ ადამიანს ვინც ეხლა თავარი მინდა თქვა. თავარი მინდა თქვა ერთით რა ის. თავარი მინდა თქვა. ეკონომიკას არ არის მიადგა. შეიძლება იყოს რისკი იმისა, რომ ევროკავშირში ვერ შევიდეთ, მოლაპარაკებები ვერ დაიწყოს. ძალიან აპოკალიფტურ სურათს მოხატავ ძალიან. ხატავთ ბატონო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გზავნილი. მაგიტომ თქვი რომ საჭირო არის დისკუსია. მაგიტომ თქვა პრემიერმაც გუნდის ყველა ლიდერის გამოვისმინე იგივე განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარემაც თქვა დეპუტატებმაც თქვეს რომ საჭირო არის აი ამ პროცესში გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და რაღაც გამოსავალი. ეხლა თავარი მინდა თქვა ეს ძალიან თქვენთან დიალოგი გვაქვს არ შეიძლება ეს კოლეგებს მე გიპასუხებ ეხლა რა შეიძლება თავარ თემას ჩემთვის ეხლა თავარი თემა არის შემდეგი რა თავარი არის შემდეგი კიდევ ერთი რაც მინდა საზოგადოებას გაუზიარო ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყველა მიხილეთ ევროპის რამოდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი. ნახეთ რომ შედგა ვიზიტი. ჩამოვიდნენ. ამ ადამიანებს რა თქმა უნდა შეხვდა პრემიერ-მინისტრიც, მე მგონი პარლამენტის თავმჯდომარეც, ყველა შეხვდა ჩვენი გუნდიდან და მათთან გაიმართა ეს დისკუსია. მე მგონი შეხვდნენ ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ალკე. ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ადამიანები ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. აი რა ქვია მას თუ არა ასეთი შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. როგორ შეურაცხყოფა აბა რა არის? თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელ საქართველოს. მიუღებელია რომ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მით უმეტეს დიპლომატი. ეს დაუწერელი კანონი, მეგობრებო, ეს არის წითელი ხაზი. და როცა გამოდიან და რაღაც ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან ეს არის მიუღებელი. რა გვერდში დგომა, რას მელაპარაკებით, რის გვერდში დგომა. ეს არის უხეში ჩარევა, ეს არის დარღვევა. ყველაფრის საერთოდ. და ამ დროს მე გველაპარაკებ მეგობრობას, როგორ შეიძლება თქვენ მოეწონებოდათ მაგ ადამიანებს, ხო, ჩავიდეს მაგალითად, არ ვიცი, ჩვენი გუნდის რომელიმე დეპუტატი თუ დეპუტატები და გამოვიდნენ მათი ოპოზიციის მიტინგზე. მოეწონებათ ამ ადამიანებს. გონიათ არაფერი აქვს სათქმელი მათ ოპოზიციას იქ ქვეყნის შიგნით რა ხდება და ჩვენ კარგად ვიცით რა ხდება მათ ქვეყნებში მაგრამ ჩვენ არ ვერევით მათი ქვეყნის შიდა საქმეებში მაგრამ რატომ აძლევენ თავს ამდენი სუფლებას თქვენ ვინ ხართ საერთოდ საქართველოს როგორ ბედავს ამდენ რამეს აი ეს დამოუკიდებულება აქვს უფრო მეც გეტყვით ერთი ძალიან კარგი ევროპელი კოლეგა სახელმწიფოს ვერ ვიტყვი ახლა მეუბნებოდა ერთხელ მითხრა მაშინ პროცეს რო გავდიოდით 2 წლის წინ მე მას გაუზიარეს ჩემი გულისტკივი როცა არ მოგვცეს სტატუსი კანდიდატის სტატუსი და შემდეგ თერრიგი ასე ვთქვათ შედარებით ის გავაკეთე ანალიზი თქვარი და უთხრა აი როგორ შეიძლება საქართველოს გამოარჩიო მოლდოვაზე და უკრაინაზე უკან დააყენ მაშინ ჩვენ გვაქვს ეს ამ ყველაფერს ჩამოუთვალე წინ ვართ 10 თავით ყველაფერს ვაკეთებთ მაგრამ ის რა მითხრა ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ისაც ვიცოდი ეს ყველაფერი მაგრამ მან მითხრა ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი იყო რომელიც გახდა ევროკავშირის წევრი და ჩვენ ბლოკში იყო მაშინ კავშირის სოციალისტურ ბლოკში იყო მანამდე ეს ქვეყანა მან მითხრა რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ როცა წევრიანდებოდა მუხლებზე იყო დაჩოქილი და ჩვენ ყველაფერს ასე ვთქვათ ვასრულებდით უსიტყვოდ და ყველა პირობაზე დამხდებოდი და თქვენ როცა გამოხატოთ პოზიციას და იცავთ თქვენს პოზიციას ეს არის მიუღებელი
იგივე ბრიუსელისთვის, იქ ბიუროკრატებისთვის, რომლებიც ხედან ბრიუსელში. იქ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და რომლებიც არ არიან მიშეული აი ამ ბარიერებს, ამ დისკუსიას, დიალოგს არ არიან მიშეული. მათ უნდათ რომ მოვიდეს დავალება ინსტრუქცია, ჩვენ უნდა შევასრულოთ. ასე არ შეიძლება მეგობრებო. ჩვენ ასეთი დავალება, აი მაგალითად დავალება. ერთო კი დამთავრებინეთ. მინდა რომ ჩაგეკითხოთ და ბარემ დამთავრებინეთ ვლაპარაკობ ამ თემაზე. ერთ-ერთი მთავარი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და უკავშირდება გუშინელ დღეს ოჯახის წმინდის დღეს და საერთოდ ამ ღირებულებს, ოჯახურ ღირებულებს უკავშირდება და ფასეულობებს, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დგას. LGBT პროპაგანდის დამარეგულირებელი თუ როგორც არის ინიციატივა, რომელიც ჩვენ უნდა წარადგინა. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთსქესიანი ქორწინება. დაკანონებულია. მე რა? თქვენ გინდათ რომ რა სუვერენ გააწყუტებს დავალება მიიღეს გააკეთეს. ქვეყანა იქნებოდა ამ კანონ პროექტში. რატომ? აბა ვინ რომელი არ არის? არ არის უნგრეთი 25. უნგრეთი არ არის და არ არის პოლონეთი. კი ბატონო. მე მსგავსად პოლონეთისა. ხო არ გავი ამ ხო და ვინმე მოითხოვა თქვენ ამ კანონში. სვარამის გეუნებით. მე გეუნებთ იმას რომ შეიძლება იყოს მოთხოვნები, მაგრამ თუ ქვეყანა არ ეწინააღმდეგება, არ იცავს თავის ეროვნულ ასეთ ინტერესებს. მივიღოთ იმას რაც მიიღეს ხმებმა. ეხლა მთავარი კიდევ ერთი მთავარი პროექტის გატარებით სუვერენიტეტის გარშემო არსებობს ძალიან ბევრი განმარტებები კეთდება და მოწოდებები დაშლა, რა თქმა უნდა. განცხადებები კეთდება ბევრი მხარისგან. ამ ერთ-ერთმა ბატონმა თქვა რომ ესე იგი ჩვენ მე მგონი ერთმანეთს არ გვესმის. როცა წევრი ქვეყანა ხდება, ეს ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იგი გადასცემს ბრიუსელს სუვერენიტეტის ნაწილს. ეხა ეს მინდა ჩვენ საზოგადოებას კარგად ავუხსნათ. მის კარგად მაქვს შესწავლილი საკითხი. და მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ნასაუბრები ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის იმათთანაც, რომლებიც იცავენ ხმალა მოღებით რომ იტყვიან საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ართმობენ ბოლომდე საკუთარ ინტერესებს და სუვერენიტეტს. ასე არის, მართლა ასეა. ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს რომ როცა ხდება ქვეყანა ევროკავშირის წევრი, სუვერენიტეტის მინიმუმ 50%-ს გადასცემს ბრიუსელს, ასე არის. ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ხალხმა. ეს კარგია რომ ამ ბატონმა წამოჭრა ეს საკითხი და თავად აუხსნა ჩვენ საზოგადოებას რომ ჩვენ ერთ აზრზე არ ვართ, ერთ მხარეზე არ ვართ. ეს ასეა მეგობრებო. ამით დავამთავრებ ამ საკითხის მსვლელობას. შემდეგ კითხვაზე დაკავშირებით, რომლებიც თავდასხმებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ეს ძალადობის ფაქტები ხელისუფლებისგან მოდის. ძალადობა, კიდევ ვიმეორებ, მე ვგმობ ძალადობას და ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. მაგრამ მოძალადეები რო გველაპარაკებენ ჩვენ ახლა რაღაც საკუთარ ინციდენტებზე და ფაქტებზე, რომელიც რა თქმა უნდა საჭიროებს თავის მხრივ გამოძიებას და ამას მიმჯერა რომ გამოძიებული იქნება ეს ყველა ეს ფაქტი, ძალადობრივი ფაქტი. არის მიუღებელი. ვინ გველაპარაკება ჩვენ, რომელი ძალა გველაპარაკება, რომელიც ადამიანს აუპატიურებდა, კლავდა, ხოცავდა, აწამებდა და საშინლო ხდებოდა, არც მედია იყო. ნუ ჩასაფრებული. დამთავრებული. როდესაც მივიდა. ეხლა მოისმინეთ, თუ ასე გააგრძელებ, მე თუნდა დავამთავრებ საუბარს. თქვით რომ ოპოზიცია არ ჩაერთო მაშინ დისკუსიებში პარლამენტში და პარლამენტს გარეთ გავიდა, ეს საკითხი გულისხმობ ჩასწორებას ეროვნულს მეორე მოსმენაზე, როცა მიიღო პლენარული სხდომაზე პარლამენტმა. მართლა გუნდაც განმარტა ამასთან დაკავშირებით და აღნიშნა რომ არც მრწამს, არც ჯანმრთელობის მდგომარეობას, არც მათ შორის ქესებს. აბა თქვენ საერთოდ ინფორმაცია. აი ხედავთ არიხები. მიზანი რა აქვს ოპოზიციას? არ ვიცი, პარლამენტარებმა. და მართლა გუნდა რაც განმარტა. მაშინ რა მიზანი აქვს ოპოზიციას, რომ გითხრათ თუ შეიძლება რა არაფერი, მეტი მის მიზანი აქვს რომ ეს რო არიონ. არ უნდა შეთანხმება არ უნდა ხარ. თუ პრეზიდენტი კიდევ მეორე, თუ ეხლა სალომე ზურაბიშვილი ან სხვები არიან დაინტერესებული რომ ეს კანონი ამ კანონთან დაკავშირებით რაღაც გამოსავალი იქნას ნაპოვნი, ასე მოიქცეოდა, ასე არაკონსტრუქციულობას აჩვენებდა, ასეთ დესტრუქციულობას აჩვენებდა პირიქით. პირიქით ითხოვდა რომ მოდით აბა მე ჩემს გეტყვით ეს როგორ მოგვარდეს, როგორ დარეგულირდეს, თუ გამჭრვალობაზე გინდათ საუბარი, ამას ასე ვხედავ, ამას ასე ვხედავ. მე ასე მიმაჩნია რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე მოიქცეოდა. ხოლო აი ოპოზიციის, რადიკალური ოპოზიციის
დღის წესრიგის მიმდევარი ნებისმიერი პოლიტიკოსი აი ასე იქცევა და ეს სხვა რა. მეგონი დავასრულე. ბატონო, თქვენ გასცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თქვენ შეიძლება არ დაეცავოთ პროცედურა გაძლევს ასეთ შესაძლებლობას. პროცედურას მე ნუ მეკითხებით, რა აგერ არის პარლამენტი ვეტოს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უარიხოთ ამ კანონის ამოქმედებაზეც. თუ ფიქრობთ, რომ ეს კანონი არ არის ყოველთვის მისაღები შინაარსის, რაც აშკარაა, ხო და ამას ადასტურებს ის პროტესტიც, რომელიც არის თბილისის ქუჩებში. ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორი იქნება ქართულმა ოცნებამ, შეიძლება ის არ დაეთანხმოს პრეზიდენტის ვეტოს, მაგრამ არც ეს კანონი არ აამოქმედოს. ძალიან ბევრი ვისაუბრ, ბევრი განმარტება გავაკეთეთ. ერთ და იგივეს კანონის ამ შინაარსის პარლამენტის წევრებთან მეგონი თქვენ გააქვთ თვალისწინებით რა სანქციების მიმართულებითაც არის პარლამენტის წევრებთან თქვენ გაქვთ მუდმივი კომუნიკაცია, თქვენ შეგიძლიათ ეს კითხვები დაუსვათ ჩვენს დეპუტატებს. განმარტებებს ამ შინაარსის კანონის ამოქმედებას